საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. სამი ქულით ნაკლები და 50 ადგილი კორუფციის აღქმის ინდექსში. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში პირველობას ინარჩუნებს. ინდექსი არ ზომავს სახელმწიფოს მიტაცებასა და კლეპტოკრატიას. საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მორგი კვლევა და მთავარი მიზეზი. დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საჭიროება და დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული როლი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს შესუსტებული პოზიციები. მსჯელობა ჰელსინკის კომისიაზე. რას ახალდება საქართველოს მთავარ გამოწვევად და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობად. როგორია გამოხმაურება ქართულ ოცნებაში. გამოიყენეს თუ არა ქიმიური ნივთიერება მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოში. ეუთოს ექსპერტებმა მოკვლევა დაიწყეს. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. სამხრეთ კავკასიაში საუკუნის გარიგება შედგა. დათმობს თუ არა პუტინი რეგიონს ასე მარტივად. როგორია საქართველოს როლი და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია. გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაამტკიცა და მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, ზომების შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. თბილისი უარს ამბობს ევროკავშირის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის სადავო კანონების გაუქმებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საკითხი არ არის და უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას ანიჭებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველე ჰერჩინსკი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებათა პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი განმარტავს, რომ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვის და სანქციების გვერდისავლის შემთხვევების აღკვეთა პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე. განცხადების თანახმად შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით ზიანს არ მიაყენებენ კასპია შავი ზღვა ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის შუა დერეფნის ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა. 11 თებერვალს თბილისის დროით გვიან საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში ექსპერტებმა საქართველოზე იმსჯელეს. ძირითადი გზავნილები ასეთი იყო. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია. საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა. თუ კრიზისის საფუძველს არ მივხედავთ, საქართველო გახდება უფრო სუსტი და მოწყვლადი გარე ზეწოლისა და დამოკიდებულებების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების პროაქტიული ჩართულობა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში სწორი იქნება. როგორი იყო ქართული ოცნების რეაქცია? მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ეს შეხვედრა სპიკერების მხრიდან საკუთარ პრობლემებზე წუწუნს უფრო ჰგავდა. უამრავი ტყუილი მოვისმინეთ ამ გამოსვლებში. ეს ერთი. მეორე მოვისმინეთ აღიარება პირდაპირ, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თურმე ვიღაცეები ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას. ამ ასე ვთქვათ, განცხადებით ალბათ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებიც დაინტერესდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის დარღვევა არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კანონი ირღვევა, არის დანაშაული. და მესამე ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი არც ერთი კონგრესმენი, შესაბამისად ნათელია, რომ ინტერესით ამ მოსმენის მიმართ, რომელიც ერთხელ თურმე ცუდი ამინდის გამო გადაიდო, გვახსოვს და იმ დღეს კონგრესში არაერთი მოსმენა გაიმართა, ცუდი ამინდის პირობებში ეს მოსმენა ვერ შედგა მაშინ დიდ თოვლობის გამო.
ანუ კომიკურია ზოგადად ჰელსინკის კომისია ერქვა, რა ვიცი, არც ჰელსინკი იყო და არც კომისია, რაც ჩვენ ვნახეთ, ყოველთვის საზოგადოება მიხილა, ეს იყო რაღაც სტაჟიორების შეკრება და ერთმანეთს ეწუწუნენ სხვადასხვა თემაზე, საკუთარ პრობლემებზე პრაქტიკულად. ეს რაც ზოგადად ფორმატ შეეხება, რაც შეეხება განცხადებებს, კი ბატონო, საკუთარი თავის მხილება, საკუთარ პრობლემებზე ჩვენების მიცემა იყო ეს პირდაპირ ეთერში, სწორედ ამიტომ და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების გამო იღებს საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს, რომ დავიცვათ საქართველო აი ამ ტიპის უკანონო ჩარევებისგან. დღეს განხილვის თემაა ირანისადმი საქართველოს მხარდაჭერა. დაისვა კითხვა, უნდა განათებულიყო თუ არა თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში. ანძა ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე ირანის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაანათეს. 11 თებერვალი ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავია. ფაქტს საქართველოში ისრაელის საელჩო გამოეხმაურა. მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, სოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. წერია ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. სამხრეთ კავკასიაში კი ისტორიული ვიზიტი შედგა, ასე უწოდეს ექსპერტებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ტურნეს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჯეიდი ვენსი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა. ჯეიდი ვენსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მეუღლესთან ერთად და შვილებთან ერთად ჩავიდა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას. მათ შორის ერთ-ერთი ქვეყნებს შორის ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტს და ქვეყანაში ამერიკული მცირე ატომური ელექტროსადგურების აშენების შესაძლებლობას იძლევა. ვიზიტის მიმდინარეობისას ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხურ-ამერიკული სტარტაპი Firebird ქვეყანაში მსხვილ მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად დამატებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სწორედ ამ მიზნით ამერიკის მთავრობამ მოწინავე კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ კომპანია NVIDIA-ს 41,000 ჩიპის საექსპორტო ლიცენზია მისცა. ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად კი მიიჩნევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დაწყება სამხედრო სფეროში. პირველი შეთანხმების ფარგლებში სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს შეიძენს. ეს სომხეთის არმიის არსებობის ისტორიაში პირველი ამერიკული შეიარაღება იქნება. სომხეთის, რომელიც ფორმალურად რუსეთის მოკავშირედ რჩება, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას. ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კავკასიური ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანსაც ეწვია, თუმცა საქართველო მის ინტერესებს მიღმა დარჩა. რას ნიშნავს ეს პერსპექტივაში? სუსტდება თუ არა საქართველოს როლი რეგიონში და სად არის საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე? ამ საკითხებზე ექსპერტთან ერთად ვიმსჯელებთ. და კიდევ ერთი საინტერესო თემა – კორუფცია საქართველოში. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო და 50 გახდა. 100 ბალიან შკალაზე ეს საშუალო შედეგია. კვლევა 182 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნებს 100 ბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 50 ქულა საქართველოს ასეთი დაბალი შეფასება 2013 წლის შემდეგ არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში კვლევის შედეგის ანალიზი მოამზადეს. არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალისტების თანახმად ქვეყანაში წვრილმანი მერქთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, რაზეც მიუთითებს კიდეც საქართველოს საშუალო ქულა. თუმცა დღეს მთავარი გამოწვევა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია, რაც კორუფციის აღქმის ინდექსით არ იზომება. 2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით საქართველოს ქულის კლება და შესაბამისად კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირ დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან. როგორია ეს ურთიერთკავშირი, ამაზე სტუმართან ერთად ვიმსჯელებთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და გიგი გიგიაძე, დიპლომატი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. და შეგვიძლია ჩვენ საუბარი დავიწყოთ გადაცემის პირველ სტუმართან, ბატონი სანდრო არის უკვე ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ბატონი სანდრო, საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. ბატონი სანდრო, კორუფციის კვლევის ინდექსში საქართველოს 2012 წელს 52 ქულა ჰქონდა, ეს ნახეთ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ძალიან ცხადად. 2025-ში, ანუ 13 წლის შემდეგ კი შეფასება არის 50. ანუ სახეზეა მდგომარეობის გაუარესება ამდენი წლის შემდეგ. რითი აიხსნება ეს? დავიწყოთ ამით, სანამ ჩავშლით დეტალურად სხვა საკითხებს. დიახ, სწორედ ასე არის. 13 წლის წინ ჩვენ უკეთეს შედეგი გვქონდა ამ კონკრეტულ ინდექსში, ვიდრე დღეს. რატო ეს ესე? იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო 14 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ რაც არის კორუფციის მხრივ თავარი გამოწვევები ქვეყანაში, ამის წინააღმდეგ რაიმე ძრა ყოფილიყო, მოდი ასე ვთქვათ. ხოლო ის მიღწევები კორუფციის წინააღმდეგ, რაც ჰქონდა ქვეყანას 15-20 წლის წინ, იგულისხმებოდა ეს წვრილმანი მექთამეობის მოთოკვა, რასაც დღეს ნებისმიერი მოქალაქე დღემდე იყენებს ამ სიკეთეს. ხო, ეს სახეზი არის, ხო? ის 50 ქულა თქვენ სწორად თქვით, საშუალო შედეგია მსოფლიოს მასშტაბით და რეგიონში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბევრ ჩვენს მეზობელ ქვეყანას დღემდე უჭირს მექთამეობის ნაწილში, ხო? ამიტომ გვაქვს ჩვენ გლობალური მასშტაბით ნორმალური ქულა, თუმცა ტენდენცია არის კლებადი ბოლო 4 წლის განმავლობაში. კი ბატონო, ამაზეც მინდა გკითხოთ, სამართლიანობისთვის უნდა პრობლემები არსად მიდის. კი ბატონო, სამართლიანობისთვის უნდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რაც აისახა კიდეც ამ კორუფციის კვლევის ინდექსში 2012-დან 25 წლამდე მზარდი შეფასებაც იყო, მზარდი ქულები, მაგალითად, ყველაზე მაღალი 58 2018 წელს მიიღო საქართველომ. შემდეგი 2 წლის განმავლობაში იყო შენარჩუნებული 56 ქულა, შემდეგ დაფიქსირდა 55, შემდეგი იყო 56, რომ არ დავაბნიოთ ჩვენი მაყურებელი, ბოლო წლების ტენდენცია იყო კლებადი. და 53, ბოლოს მივიღეთ 50. აი ამ ტენდენციაზე რის თქმა შეგვიძლია, თუ ამავე ხელისუფლების პირობებში იყო დაფიქსირებული მაღალი ქულაც, შემდეგ, როდესაც ჩვენ ფონად გვესმოდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ხელისუფლებისთვის და მივიღეთ კლება ქულის. აი აქ ცოტათი ალოგიკური ხომ არ არის. არც 58 ქულა არ არის, გეტყვით, არც 58 ქულა არ არის მაღალი, ნახეთ, ანუ ქვეყნებს აქვს 70-80 პლუს ქულები. ანუ აქ რეალურად შენ თუ კორუფცია გაქვს მოტოკილი, უნდა გქონდეს 10-20 ქულიანი ზრდა. და ხო, ამიტომ ჩვენ რეალურად ერთი ადგილი ვდგებნეთ ამ 10 წლის განმავლობაში და ეხლა ბოლო წლებში უკვე გვაქვს უკუსლა, ხო? ამიტომ ამას ვერსად გაიქცევი, რიცხვები ამას ამბობს და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მიზეზებზე. მიზეზი არის ის, რომ მართალია ქვეყანაში წვრილმანი მექთამეობა არ არის, ანუ პოლიცია არ იღებს ხტამს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფცია, რაც ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა, ხო? და ეს პრობლემა არსად არ წასულა, რეალურად რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს, თუმცა ის სქემები, კორუფციული სქემები, რომლებიც მოდებული არის როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე მუნიციპალიტეტებში, ხო, ეს სქემები დღემდე არის და ის ათობით და ასობით მე ვიტყოდი თანამდებობის პირი, ვინც ჩართული იყო და არის სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, მას დღემდე არავინ ხელს არ კიდებს. აი ეს არის ამის რეალური მიზეზი. თქვენ მაგალითად თუ შეხედავთ არა მხოლოდ კორუფციის საქმის ინდექსის, არამედ სხვა შეფასებების ანალიტიკურ ნაწილს, სადაც ეს რიცხვები არის ახსნილი, ყველგან არის ეს ნათქვამი, რომ საქართველოში არის ელიტური კორუფცია, არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს, რომ მოთოკოს ძალაუფლების მპყრობელთა ეს სურვილი, რომ მოიპარონ ბიუჯეტის ფული და შედეგად ვიღებთ ძალიან ბევრ პრობლემას, ხო, ადამიანების სიცოცხლის დაზიანებასაც კი. ბატონო სანდრო, რამდენიმე მიმართულებაზე კი ბატონო, აი რამდენიმე მიმართულებაზე იყო ანალიზში გაკეთებული აქცენტები და მინდა გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელსაც. საკანონმდებლო ცვლილებები იყო დასახელებული კორუფციის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად.
ამ მიმართულებით თუ გვეტყვით უფრო მეც, აი კონკრეტულად რომელი კანონები და ამ კანონების ამოქმედების შემდეგ, აი როგორ გაუარეს, აი როგორ შეუწყო ამან ხელი კორუფციის რისკების ზრდას ქვეყანაში? პირდაპირ კავშირშია ეს, იმიტომ რომ ნახეთ კორუფციის მოთოკვის ერთადერთი გრძელვადიანი და ხარისხიანი საშუალება არის დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა. აი ეს ინსტიტუციები, რასაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ხო, ეს არის ზუსტად ის შემაკავებელი ფაქტორები, რაც მე ვთქვი, რომ აღარ არსებობს ქვეყანაში. ანუ ეს ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თქვა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის სასამართლო და პროკურატურა, რომელმაც უნდა რეალურად დამოუკიდებლობის შემთხვევაში ისინი გამოიძიებდნენ ყველა შემთხვევას და ამითი ყველას ეცოდინებოდა, რომ არ დარჩება კორუფცია დაუსჯელი და აღარ ჩაერეოდნენ ამ საქმეებში. თუმცა ინსტიტუციები შემაკავებელი ასევე არის მედია, ასევე არის არასამთავრობო სექტორი, ასევე არის აქტივისტების ჯგუფები, ასევე არის აკადემია, უნივერსიტეტები დამოუკიდებელი, ხო? ამიტომ ეს ყველა სოციალური ინსტიტუციებიც კი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ არ მისცეს საშუალება ძალაუფლების მფლობელებს მოიპარონ ხალხის ფული. როდესაც ეს ინსტიტუციები მორღვეულია, ან მათ მიმართ მიმდინარეობს პირდაპირი შეტევა, მათი დასუსტება გაუქმება, რაც დღეს საქართველოში ადგილზე არის, ხო? იმიტომ რომ მედია სულს ხაფავს, კრიტიკული მედია, არასამთავრობო სექტორი კრიმინალიზებულია, ახლა უკვე განათლების სისტემას აქვს პრობლემები, ბიზნესი დამორჩილებულია, ამიტომ რაზე აქვს საუბარი, ვინ მოთოკავს, თქვათ, თანამდებობის პირს, რომელსაც უნდა მილიონების მოპარა. ვერავინ. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია და სწორედ ამას ამბობს ეს კვლევა. იმ ქვეყნებში, სადაც არის ასეთი შეტევა დემოკრატიაზე, იქ ამას ყოველთვის მოსდევს და ეს თანმდევი არის კორუფციის ზრდის. ბატონო სანდრო, აი რა სექტორებშია დღეს მწვავე კორუფციის რისკები? თქვენ კი ბრძანეთ და რა თქმა უნდა ამ კვლევაშიც ვნახეთ, რომ ელიტურ კორუფციაზეა საუბარი, მაგრამ საინტერესოა აი უწყებები, სამსახურები, ან ხელისუფლების რომელი შტო საზოგადოება ადევნებს პროცესს ეხლა თვალს, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლას უწოდებენ. ამის შედეგებზე და რამდენად სწორია ამაზე მოგვიანებით გკითხავთ. ახლა უბრალოდ თუ შეიძლება რომ დავუკონკრეტოთ ჩვენს მაყურებელს, აი თქვენი დაკვირვება როგორია, სად უფრო ბუდობს დღეს კორუფცია? ნახეთ, ჩვენი დაკვირვებით ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვაგროვებთ საჯაროდ დაფიქსირებულ ელიტური კორუფციის შემთხვევებს, აღრიცხვას ვაკეთებთ ამ შემთხვევების და დღის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 270-ზე მეტი ასეთი შემთხვევა შეგროვებული და სხვათა შორის გადაგზავნილი პროკურატურაში და სულში. აქ ფიგურანტები, მთავარი ფიგურანტები ამ შემთხვევების არის 220-ზე მეტი თანამდებობის პირი. ესენი არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, ესენი არიან მოსამართლეები, დეპუტატები, ასევე მერები მოადგილეები და საკრებულოების თავმჯდომარეებიც კი. ჩვენ ამ შემთხვევების გაანალიზების შედეგად ასეთი სურათი ჩნდება, რომ კორუფცია დღეს საქართველოში, ელიტური კორუფცია არ არის გამონაკლისი შემთხვევა სამწუხაროდ და ეს არის სისტემური ხასიათი. ანუ რეალურად ნებისმიერ მუნიციპალიტეტს თქვენ რომ ჩახედოთ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ნახავთ, რომ იქ მერი, ან მერის მოადგილე, ან საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც რა თქმა უნდა არის ქართული ოცნების წარმომადგენლები, იმიტომ რომ მთელის თვითმმართველობა ქართულ ოცნებას უჭირავს, ისინი ან თავის ბიზნეს პარტნიორებს, ან თავის ოჯახის წევრებს, ან კლასელებს, ასე შემდეგ, მათკენ მიმართავენ ბიუჯეტის თანხებს. ტენდერები იგულისხმება, აქ ბატონო სანდრო, შესყიდვები იგულისხმება ძირითადად? დიახ. ეს არის, ნახეთ, ეს არის რაც ჩანს, იმიტომ რომ საქართველოს აქვს მეტნაკლებად ღია შესყიდვების სისტემა, სადაც ინფორმაცია საჯაროა და ამიტომ არის რომ ამდენი გამოძიება არსებობს ამ თემაზე, ხო? თუმცა აქ სხვა თემებიც არის, აქ არის პრივატიზაცია, ქონების დარიგება, აქ არის სუბსიდიები, ხო, აქ არის დახმარებები, ეს როგორ ნაწილდება საერთოდ ზუსტად კორუფციით არის. მაგალითად, ძალიან დიდი პრობლემა არის ნეპოტიზმი. ნეპოტიზმს რატომღაც არ აღვქვამენ როგორც კორუფციას, თუმცა ეს პირდაპირ კორუფცია, ესე იგი ნეპოტიზმით დანიშნული ხშირად ფიქტიური თანამდებობები და ფიქტიური პოზიციები იქნება ხოლმე. ხო, ახლა მუნიციპალიტეტებში ყველა მიცის ეს და ამ გზით დარიგებული თანხა, რომელიც ხელფასი ქვია ფორმალურად, ეს გაფლანგული ფულია, ეს კორუფციით მოპარული ფულია, ჩათვალეთ. არაფერი საქმე არ აკეთდება და უბრალოდ ფული რიგდება, ხო? ამიტომ აი ეს ბევრი ფორმა აქვს, ხვდებით კორუფციას, აქ თქვა შეგვიძლია ავიღოთ
ესე იგი ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლება, ესეც კორუფციული გზით იგდება, ხო, ეს ჰესების მშენებლობის ნებართვები იქნება თუ სხვა ტიპის მოპოვებითი ლიცენზიები, თქვა ტყის გამოყენების, ტყეების გამოყენების, ესე იგი უფლება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ადამიანთა გარკვეულ წრეს, თქვა რამდენიმე ასეულ ადამიანს, ვინც პოლიტიკურად არის ძალაუფლებაში, მათ აქვთ ექსკლუზიური წვდომა და ისინი კორუფციული გარიგების გზით იგდებენ ხელში ამ ქვეყნის დოვლადს და ქონებას, ხო? აი ეს ამასთან გვაქვს საქმე და ეს აი როგორც თვითმმართველობის დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე ხდება, ხო? ანუ ნებისმიერ სფეროში თქვენ რომ ჩახედოთ, იპოვით ასეთ პრობლემებს და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. და რაც შეეხება იმ გამოძიებებს, რაც ახლა მიდის, რომელიც წარმოჩენილია თითქოს კორუფციას ვერ ბრძვითო, ხო? ძალიან მარტივი მაგალითით შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაქარწყლოთ. არსებობს კი ბატონო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს ციხეშია, მას ედავებიან ესე იგი უკანონო ბიზნესს და თქვა თანხების დაგროვებას უკანონოდ და ასე შემდეგ, ბევრ ამის ედავებიან. ზუსტად მსგავსი გამოძიებები და ბრალდებები არსებობს ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ, რომელიც ასევე ყოფილი მინისტრია. ჟურნალისტებმა მას უპოვეს ძალიან ძვირადღირებული ქონებები თბილისში, მისი სიძის სახელზე. დაცვის უფროსებზე გადაფორმებული ქონებები, რომლებიც ვერანაირად ვერ აიხსნებოდა მისი შემოსავლით, ოფიციალური შემოსავლით, ვინმე ეხება მას, არავინ კითხავს არ სვავს, ხო? რატომ? იმიტომ რომ მას არ აქვს გაფუჭებული ურთიერთობა პარტიის ლიდერთან, ხო? ამიტომ ეს კორუფციული ქმედებებიც არის შერჩევითი ხასიათის და ვერანაირად ვერ დავარქმევთ ამას რაღაცა სისტემურ შემოbrunებას და კორუფციისგან გაწმენდას, ხო? მე ვახსენე 221 თანამდებობის სპიდი, ვინც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ და ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ილუაშვილი მხოლოდ ორია ამ 220-დან. ანუ 200 მეტი თანამდებობის სპიდი, ვინც საჯაროდ იდენტიფიცირებულია როგორც ცენტრალურ კორუფციაში ჩართული, მათ გამოძიება არ ეხება. მაყურებელმა თავად დაასმას, რამდენად რეალურია ეს კორუფციასთან ბრძოლა. კი ბატონო, ეხლა ამ კვლევის და შეფასების განსხვავებულ ნაწილზეც მინდა გკითხოთ. პრინციპში აქცენტი იყო დასმული სხვაგვარად. მაგალითად, ყველა ობიექტური შეფასების თანახმად საქართველოს არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულები და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება კორუფციის სიმცირეო ბრძანა პრემიერ-მინისტრმა. როგორ გამოვიდა ისე, რომ პრინციპში დიდი აცდენა შეფასებაში არ არის, უბრალოდ პოზიციონირება სხვადასხვაგვარი, რომ ჩვენ ვრჩებით მოწინავე ქვეყნებს შორის, ლიდერებს შორის და აი მე და თქვენ მაგალითად ახლა საუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც არის მწვავე დღეს ქვეყანაში და რაც შეიძლება იყოს დაძლევადი და საქართველოს ქულა იყოს არასაშუალო, მაგალითად როგორც ბრძანეთ თქვენ ლიდერი ქვეყნების მსგავსად 78 და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ მიმართულებით? კი, ამას ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც საქართველოს მოწინავე არის. მოდით აი ძალიან პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში არ არის წვრილმანი მეკრთამეობა. ანუ მაყურებელმაც იცის, რომ თქვათ პოლიციელი არ თხოვს ესე მასიურად თქვათ გრთამს და ესეთ შემთხვევები არ ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ხო? კი ბატონო, ეს ასეა. თქვათ, როდესაც ადამიანი მიდის იუსტიციის სახლში და იღებს სხვადასხვა სერვისებს, საბუთებს, აქ არ ჭირდება გრთამის გადახდა, როგორც ეს იყო 20 წლის წინ, ხო? ანუ ამაზეა საუბარი, როგორ ხდება საჯარო სექტორში, ესე იგი სახელმწიფო სერვისების გაცემის დროს არის თუ არა კორუფციის რისკი. ძირითადად ამას ომავს კორუფციის აღქმის ინდექსი. აქ არა გვაქვს კორუფცია, ამიტომ გვაქვს ნორმალური ქულა. თუმცა აქაც არის საშუალო ეს ქულა, ხო? და კლებადი ბოლო პერიოდში. ამბობენ ხოლმე, ანუ მართველი პარტია მოსხოვნე რეგიონში პირველი ვარ. რა რეგიონია ეს? ეს არის შუა აზია, ჩვენი 4 მეზობელი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი. კარგი, ხა ამ ქვეყნებს თუ ვედრებით და რომ არც ერთში არ არის ნორმალური დემოკრატია, კარგი, თუ არ გვინდა ნორმალურ დემოკრატიაში ჩავთვალოთ თავი და არ არის ჩვენი მიზანი, მაშინ კი ბატონო დავკმაყოფილდეთ შუა აზიაში პირველობით. ბატონო. მაგრამ ეს არ არის მე მგონი ჩვენი მიზანი, ხო? ამიტომ ამ კლების ტენდენციის გათვალისწინებით და იმით რომ კორუფციის აღქმის ინდექსი ნაკლებად ზომავს და ვერ ზომავს ელიტურ კორუფციას, იმიტომ რომ ეს უფრო კომპლექსური ფორმაა, ხო, აქ თვითონ თქვათ პროკურატურა და სუსი რომ ამბობენ აღიარებენ ახლა ამ კორუფციულ დანაშაულებს, იქ რამდენი დეტალია, რამდენი სქემებია, მაყურებელმა იცის, რომ ძალიან რთული ამბავია ამის რამე ინდექსით რიცხვით გაზომა ძალიან რთულია. თუმცა ეს პრობლემა არსად არ მიდის, ეს პარალელურად შესაძლებელია რომ ქვეყანაში იყოს ნაკლები მეკრთამეობა, თუმცა იყოს აღვერახსნილი ელიტური კორუფცია. დღეს სამწუხაროდ საქართველოში ასეა. და რომ შევაჯამოთ, ბოლო კითხვას დაგისვამთ ასეც, როგორ გამოიყურება კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი ტაქტიკა? თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ რა იქნება საუკეთესო პრევენცია? აქ მხოლოდ კანონს უნდა დავეყრდნოთ, აი სტრატეგიულად რა ღონისძიებათა ერთობლიობა დაიცავდა მაგალითად და შეამცირებდა კორუფციის რისკებს ქვეყანაში.
კი, ეს არის კარგი კითხვა, მთავარი კითხვა მეც მევიტყოდი. ისეთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის ველოსიპედის გამოგონება საჭირო. ძალიან მკაფიო გლობალური პრაქტიკა და შედეგი ვიცით ჩვენ. იმ ქვეყნებშია მხოლოდ კორუფციის დაბალი დონე, სადაც არის დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუციები. აი ეს არის ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია და რომელიც მუშაობს მართლა. რა იგულისხმება აქ? სასამართლო და პროკურატურა როგორც მინიმუმ უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან, ხო? როდესაც ადამიანი ჩინოვნიკი თანამდებობის პირი მოიპარავს ფულს და შემდეგ ამაზე გამომძიებელი ჟურნალისტი დაწერს და ამ კვლევას გაუგზავნის პროკურატურას, პროკურატურა არ უნდა ელოდებოდეს, რომ ვიღაცა ზემოდან მისცემს თუ არა ნებას გამოძიების დაწყების, კანონი მოითხოვს, რომ გამოძიება უნდა იქნას დაწყებული და გამოძიებული უნდა იქნას, საქმე უნდა იქნას წაღებული სასამართლოში, სადაც დამოუკიდებელი მოსამართლე შეაფასებს ფაქტებს და ჩასვავს ციხეში ამ ადამიანს. ძალიან მარტივად. აი ეს არის ერთადერთი წამალი. ამიტომ სანამ ამას არ მივახცევთ, ჩვენ მუდმივად გვექნება ეს ჭიდილი ელექტრულ კორუფციასთან. ბატონ სანდრო, მადლობას გიხდით, მადლობა ანალიზისთვის, მადლობა თქვენი ჩართვისთვის და თქვენი დროისთვის, დაგემშვიდობებით. ჩვენ ვუსმენდით სანდრო ქევხიშვილს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ჩავრთოთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი ხატიაშვილი. საღამო მშვიდობისა, ბატონ გიორგი, მადლობა რომ გვერთვებით და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, აი საქართველოს გვერდის ავლით სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის კომენტირებისას, აი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ თბილისი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და ამ მიმართულებით ამერიკის მხარის შემხოდ ნაბიჯებს ელოდება. თქვენი ანალიზი არის ძალიან საინტერესო. რეალურად არსებობს თუ არა ეს მზაობა, რაში შეგვიძლია ჩვენ ამოვიკითხოთ ეს მზაობა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან შემხვედრი ნაბიჯები და ამის მოლოდინი, აი რა შემთხვევაშია მოსალოდნელი აი ეს შემხვედრი ნაბიჯები? კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მზაობა რა თქმა უნდა არის, ოღონდ მზაობა როგორია, რომ ესე იგი დაგვილაგდით, ისე რომ ჩვენ არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, ან რაც წარსულში გავაკეთეთ, ის დავივიწყოთ, ან შეიძლება ის მოლოდინიც არის, რომ თქვენ აღიარეთ, რომ ჩვენ რომ ვიზახდით, რომ ამერიკის ელჩაკ მეორე ფრონტი უნდა და ეს აღიარეთ, ან დაიჯერეთ, ან მიიღეთ ეს და ეხლა დავლაგდეთ ჩვეულებრივად და შესაბამისად სუფთა რო იძახიან სუფთა ფურცელი, რა თქმა უნდა, გააწყობთ სუფთა ფურცელი. სუფთა ფურცელი ნიშნავს, რომ წინა წლებში რაც გაფუჭდა, ის ყველაფერი დავივიწყოთ და ეხლა დაგველაპარაკეთ და შესაბამისად ეს არის, როცა ამბობენ, რომ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს უკვე ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა, აქ რამდენიმე საკითხია. პირველი ის, რომ არაერთხელ მithქვამს, რომ თუ ტრამპი არ დაგილაგდა, ტრამპს და ამერიკას ამითი არაფერი არ აკლდება საერთოდ, ხო? დედამიწის ზურგზე შეუძლია ესე გააგრძელოს ურთიერთობა. აქ საკითხია, ჩვენ რო ვზარალდებით ამ ურთიერთობის დაულაგდებულობით, შესაბამისად ჩვენ ხო უფრო უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობების დალაგება. ეს ერთი. მეორე საკითხია ის, რომ ასე ვთქვათ, დაჯერება იმისა, რომ რადგანაც ქვეყნის შიგნით თქვათ ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს, იმის დაჯერება, რომ ეხლა შესაბამისად ჩვენ რო ვიძახდით, რომ აქ ბაიდენი რევოლუციას და მეორე ფრონტს აწყობდა, ამასაც ეხლა მიიღებენ, თქვათ ამერიკელები და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხა მაინც 250 წლოვანი ინსტიტუციური ბიუროკრატიული და ინსტიტუციური მემკვიდრეობის ქვეყანაა, ხო, ამ კუთხით, რასაც ესენი deep state-ს ეძახიან, არის ხო ხა ბიუროკრატიული მემკვიდრეობა და ის ქაღალდები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა საქართველოზე, ეს ადმინისტრაცია გაეცნო და ასე თქვა ძალაშია და შეიძლება ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ხო, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია და არის ჯერჯერობით მხოლოდ დუმილი, სიჩუმე და აქ-იქ კრიტიკა, მაგრამ არსებითი ნაბიჯები არ გადამდგარა, თუმცა ეს დუმილის და სიჩუმეც ერთი წყობით შეიძლება აწყობდეს საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ გავიხსენოთ, რომ ბაიდენის დროს ეს net price-ის, ანუ ეს ბრიფინგი არ იწყებოდა საქართველოს მთავრობის კრიტიკით და დღესდღეობით არის სრული სიჩუმე და დუმილი.
დიახ. ბატონ გიორგი, ხშირად ისმის საქართველოში ასეთი კითხვა, რომ რუსეთის ხახაში ხო არ დაგტოვებენ, ერთ დროს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საბოლოოდ ხომ არ გაგწირავს და მარტოობისთვის მარტოდ ხო არ დაგტოვებს ისევ რუსეთის პირისპირ. ამ რუსეთის პირისპირ დატოვებული საქართველო და მზარდი რისკები ამ მიმართულებით და ამის პრევენცია რამდენად შედის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ანუ მოლოდინი რო არსებობს იმისა, რომ ხომ არ დაგვტოვებს ასე პირისპირ. რატომ არ უნდა დაგვტოვოს მაგალითად, ასე დავსვათ ეს შეკითხვა და რატომ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში გაძლიერებული საქართველო დღეს? Ну, ჯერ აქ რაღაცა ცნებები უნდა გავმარტოთ, იმიტომ რომ ზოგადად ბევრი რამე გვესმის, ისიც გვესმოდა, რომ ყირიმს უღიარებდა, ხო? პუტინს და ასე შემდეგ და ნუ არაფერი არ გამართლა შესაბამისად ეხლა ეს ცოტა ესეთი ალარმისტული და ისტერიული ანალიზები რომ ეს ვინცად დაგტოვებს, რაში გამოიხატება დატოვება ან არ დატოვება. ანუ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობა რო ქონდა, მაშინ რით არ ვიყავით დატოვებული. ხო, ნუ რეალობა და მოცემულობა არის ესეთი, რომ საქართველო არ არის არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი, თუ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ხო? ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და შესაბამისად ჩვენი ესეთი თავდაცვის უნარიანობა და სტრატეგიული მდგომარეობა არის მოწყვლადი, ეს ერთი. ამის მიღმა რაც შეეხება ხო ამერიკასთან ურთიერთობებს, ეხლა დაგტოვებს, არ დაგტოვებს, რა თქმა უნდა დღესდღეობით ბოლო 2024 წლიდან რაც მოხდა აგენტების კანონის ხელმეორე ინიციერება, გვაქვს, ასე ვთქვათ, შემცირება და მინიმალურ დონეზეა დაყვანილი ეს ურთიერთობები იმ ფონზე, როდესაც გააქტიურებულია ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, თქვათ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სანამ წინა ელჩი წავიდოდა, ითქვა, რომ ჩვენ რაღაცები შეუთვალეთ საქართველოს მთავრობას უკვე ტრამპის ადმინისტრაციის დროს და ასე ვთქვათ, რა ნაბიჯები უნდა გაკეთდეს, რომ ურთიერთობები დაალაგდეს და ნუ ეს ნაბიჯები ფაქტია ვხედავთ, არ გადადგმულა. კი ბატონო, ამ მიმართულებით პირიქით განცხადებები კეთდება, მაგალითად ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აპირებენ ამის შეცვლას და ამ მიმართულებით მოლოდინიც არ არსებობს და აი ზუსტად ამ პირობებში ველოდებით როგორღაც ამ შემხვედრ ნაბიჯებს. ხო, ნუ აქ რა მოლოდინია, ერთი რომ ტრამპის ადმინისტრაციას მაინდა-მაინც ხო თქვათ გამოჩნდა რომ თქვათ ესე დემოკრატია და ეს დემოკრატიული დღის წესრიგი მაინდა-მაინც არ აინტერესებს ან მას დიდ წონას არ ანიჭებს შესაბამისად აქ როცა იძახიან სუფთაფურცელი ეს მოლოდინიც არის რომ ხა კანონებზე ვილაპარაკოთ საერთო ინტერესებზე ხო ეს საერთო ინტერესები რა შეიძლება იყოს ეგ კიდე ცალკე საკითხია მაგრამ ნუ მოლოდინი არის რა ნუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მინიმუმ რომ ჩვენ გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული რიტორიკული დამთხოვა რომ რასაც ტრამპი იძახის და ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენ ამას წლებია ვიძახით აქ უნდა ითქვას რა თქმა უნდა ერთი მარტივი თეზისი რომ ეხა ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური დამთხოვა ჯერ არ არის საკმარისი რომ თქვა სტრატეგიულ დონეზე ურთიერთობები დაალაგდეს მარტივი მაგალითი მომყავს ხოლმე ხო ნომინალურად ჩინეთიც და ვიეტნამიც თქვა კომუნისტური ქვეყნებია მაგრამ ვიეტნამი ამერიკისგან კიდულობს შეიარაღებას რომ ჩინეთის საფრთხე დააბალანსოს ანუ ეს თქვა ერთი მხრივ ეს ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური რიტორიკული დამთხოვა ასე ვთქვათ დიდი არაფერი არ არის იმ კუთხით რომ საქართველოს წონაც ხო ხა ამერიკისთვის მინიმალურია ხო რას წარმოვადგენთ ჩვენ ხა ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რომ ახლა იმის გამო რომ საქართველოს მთავრობაც იგივეს იძახის რასაც თქვა ამერიკის პრეზიდენტი ამის გამო ხა რაღაცა განსაკუთრებული გარღვევა მოხდეს იმიტომ რომ კიდე ერთხელ თუ არ მოხდა გარღვევა ამით ამერიკას არაფერი არ აქვს კი ბატონო დიახ მეორე საკითხია ის რომ ასე ვთქვათ იდეოლოგიური თანხმედრის მიღმა თქვათ საქართველოს მთავრობას აქვს მოლოდინი და სურვილი ასე ვთქვათ რომ როგორც ჩვენ მეზობლებს თქვათ ხო ელაპარაკებით მაგრამ მაინც დემოკრატიას არ სთხოვთ ალბათ ეს სურვილია ახლა რომ მეც ნუ მომთხოვთ მაინც დემოკრატიას და დანარჩენზე ვილაპარაკოთ ამ პირობებში არის შესაძლებელი ამ ლაპარაკის დაწყება ნუ ხა ლაპარაკის დაწყება ყოველთვის არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ხა ბოლოს და ბოლოს ირანს ელაპარაკება, ხო და ვენესუელა ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ხა ეგ პრობლემა ლაპარაკის არ დგას და ნახეთ ეს ნაბიჯებიც გადაიდგა, ხო? ხა რაღაცა სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაცა დონის შეხვედრა იყო. ლაპარაკი პრობლემა არ არის.
ლაპარაკის სადმი გვიყვანს, ეს არის პრობლემა. კი ბატონო, ამ მიმართულებით ასეთი რამ მინდა გკითხოთ, აი მამუკა მდინარაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო განხილვის თემა და რაღაცა მოლოდინები უკავშირდებოდა, ჯერ კი იყო თითქოს გასაიდუმლოებული, მაგრამ შემდეგ ოფიციალურად გაცხადდა ამ ვიზიტის შესახებ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაგალითად ურთიერთობის დალაგების ცდელობა? შეეძლო მას იმ დონის შეხვედრები ეწარმოებინა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში გაეაქტიურებინა? ნუ მე უფრო მგონია რომ აქ რაღაცა ესეთი უსაფრთხოებითი და რაღაცა ეს კონტერორისტული თუ რაც იქნება ამ საკითხებზე იყო, ალბათ მე ხარანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამ საკითხებზე ამ კუთხით მე მგონი თანამშრომლობა, ნუ რა ჩვენ გაგვიგია არ შეჩერებულა, ხო არის უამრავი ქვედინება, რომელიც ჩვენ არც ვიცით, რომელიც მიმდინარეობს, ხო, იქ ინფორმაციის გაცვლა რაღაცა და რაღაცა სამხედრო დახმარებასაც ვიღებთ ხოლმე, ხო, ხანდახან გაზეთებიდან ვიგებთ ამ შესახებ. შესაძლოა ამ საკითხზე უფრო მგონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქ ვის გაუშვებენ მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ვიც არ უნდა გაუშვან, ხო, აქ არის არსობრივი საკითხი. თუ ის რატო ვერ ვლაგდებით? ჯერ ეს კითხვა უნდა დაისვას და მე ამის პასუხს თუ გავცემთ, ეგ ხა სუსის უფროსი ჩავა თუ ვიცე-პრემიერი ამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და თუ ვერ ვლაგდებით, იმიტომ რომ იქიდან რაღაცებს ითხოვენ, თქვა დემოკრატიული დღის წესრიგის მიმართებაში და ჩვენ არ ვაკეთებთ, გინდა მამუკა მდინარაძე ჩავიდეს და გინდა ვიცე-პრემიერ-მინისტრი და გინდა საგარეო საქმეთა კი ბატონო, სხვადასხვა მიმართულებით მინდა მოვასწროთ კიდევ რამდენიმე კითხვა. აი ჰელსინკის კომისიაზე იყო საქართველოს საკითხის განხილვა და როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებაში საქართველოში ეს არასერიოზულად აღიქვეს. უფრო საკუთარ პრობლემებზე წუწუნს გავდაო სპიკერების მხრიდანო, ასეთ შეფასებაც მოვისმინეთ. თქვენი შეფასება როგორია, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფორმატებში საქართველოს საკითხის განხილვას? უნდა აღელვებდეს თუ არა ეს რეალურად საქართველოს ხელისუფლებას? ნუ მან რისი თქმა შეიძლება ხა ტრადიციულად უკვე შევეჩვიეთ რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს აკრიტიკებენ, მაგრამ აქ რისი თქმა შეიძლება ითქვას რომ ზოგადად დისკურსისთვის და მსჯელობისთვის, ხო, ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში აზრის ჩამოყალიბებისთვის ეს ერთგვარად მნიშვნელოვანი ფორუმია იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ, ესე იგი, ასე ვთქვათ, გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება და ესე იგი, როგორც არაერთხელ მithქვას, ამერიკის ელიტაში თუ ვინმეს ახლა ძირითადად რა თქმა უნდა საქართველოს არავის არ აინტერესებს და თუ აინტერესებს, ძირითადად უკიდურესად კრიტიკულად არიან განწყობილი და სიტყვის შემწევი, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არავინ არ ყავს, ნუ თუ არ ჩავთვლით 1-2 სენატორს, რომელმაც თუ დაუჯერებთ პრესას, თქვათ დაბლოკა მეგობარი აქტი, ხო? იმის მიღმა და აი ამ ანტისამთავრობო კონსენსუსის წარმოებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფორუმია, ხო, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. თორე დანარჩენ რა თქმა უნდა შეჩვეული ვართ ახლა ხო რომ ჰელსინკის კომისიის თათბირებზე ძირითადად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ EUTHOS ექსპერტების მიერ საქართველოსთან მიმართებაში მოკვლევის დაწყებაზე, ზოგადად ამ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე. თვითონ მნიშვნელობა ამის ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძიმე შემთხვევებში იწყებს ხოლმე ეს მექანიზმი მოქმედებას. ამიტომ მინდა გკითხოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და შედეგები, რაც არის მოსალოდნელი ამ ექსპერტების მუშაობის შედეგად, ეს რა გავლენას იქონიებს საქართველოს თუნდაც საგარეო იმიჯზე, რას სულის ეს საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის, არა მხოლოდ საგარეო იმიჯზე, ჩვენთვის რა იცვლება რეალურად საზოგადოებისთვის. ნუ ხა ეგ მექანიზმი რა არის, რომ ასე ვთქვათ, ის ევროპული სახელმწიფოები, რომელიც ასე ვთქვათ შეწუხებული და შეშფოთებული არიან საქართველოს დემოკრატიით, მორიგ მექანიზმს თქვა ამუშავებენ და თქვა მოითხოვეს მორიგი მექანიზმის შემუშავება, რაც არის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ნუ კრიტიკა, ზეწოლა, ასევე სიგნალის გაგზავნა, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ იმ ნაბიჯებით, რომელსაც თქვენ დგამთ და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ეს ნაბიჯები გადავდგათ. ეხლა მოკვლევა სადმი გვიყვანს და მე მიგთუმეტეს EUTHOS-ში ხო რაღაცა კონსენსუსით მიიღება, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა, როგორც ჰელსინკის კომისიის ხდომის არ იყოს, რომელსაც ეხლა დიდი პრაქტიკული გავლენა შეიძლება არ აქვს, მაგრამ დისკურსულად, იმიჯურად რომ საქართველოს მთავრობას ეს იმიჯი ექნება, ეს ნაბიჯები, ხო ზოგადად ხო ეს უკიდურესად კრიტიკული განწყობა კიდე ერთხელ განკიცდება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კუთხით. კი ბატონო, ბატონ გიორგი, მადლობას გიხდით, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი გვერდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ახლა დიპლომატთან, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროს მკვლევართან, გიგი გიგიაძესთან უნდა განვაგრძოთ საუბარი. მასთან ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის კავკასიურ ტურნეზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ექსპერტებმა უკვე უწოდეს ისტორიული. განვიხილავთ ამ ვიზიტის შედეგებს და მათ გავლენას საქართველოზე. გავარკვევთ, რა შანსი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ ამ მარშრუტიდან ამოვარდნის შედეგად, რატომ დადგა ზოგადად ეს შედეგი, სუსტდება თუ არა საქართველოს როლი რეგიონში და როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისია. შეგვიძლია შემოვიყვანოთ უკვე პირდაპირ ეთერში ბატონი გიგი. ბატონო გიგი, მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ დროს. და ჩვენ თქვენთან გვინდა ვისაუბროთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კავკასიურ ტურნეზე და ამ ტურნეს შედეგებზე საქართველოსთან მიმართებაში, ცხადია. თუმცა მივყვეთ არ მივდევრობით, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს ამ ვიზიტს. ჯეიდი ვენსი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა. ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ ვნახეთ, რომ წარმოდგენილი იყო ოჯახით, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. აი ეს რა განაცხადი იყო მსოფლიოსთვის და აი დიპლომატიაშიც რას ნიშნავს ეს? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვიხილეთ პირველი მაღალი დონის ვიზიტი ჩვენს რეგიონში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკული ხარის, მათ ეს დიდი ხანი კარგად მომზადებული, როგორც ჩანს, კარგად იყო ეს ვიზიტი შემზადებული, ვინაიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას ორივე ქვეყანაში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში. ეს იყო კარგად, ასე ვთქვათ, მომზადებული, კარგად მოფიქრებული ვიზიტი და რაც ყველაზე სამწუხაროა ამ ყველაფერში საქართველოს არ ფიგურირებდა როგორც, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ რეალურად საქართველოს თავიდან ბოლომდე ჩამოშორებულია საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩვენთან მიმართებით აღარ არსებობს აღარანაირი ხედვა არც ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, არც ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ფაქტიურად მაღალი დონის დელეგაციები გვერდს გვივლიან. ხო, ანუ ფაქტიურად არა მარტო ეს ვიზიტი, არამედ ჩარშად თუ გახსოვთ, ასევე გაიმართა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში და ამ შემთხვევაში საქართველოს არ ყოფილა დანიშნულების წერტილი, აქ საქართველოს არანაირი ფორმით არ იყო არც ნახსენები, არც ვიცი ჩართული და ჩვენთან მიმართებით არანაირ, ასე ვთქვათ, ძალისხმევას ადგილი არ ქონია. ეს ძალიან სამწუხაროა სინამდვილეში, ვინაიდან ის შესაძლებლობები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება რეგიონში, სწორედაც ამ პროცესების შემდგომ, რაც ჩვენ ვიხილეთ გასულ წელს, ხელმოწერილი ზავი ამერიკის მხარდაჭერით, ამერიკის ძალისხმევით, ტრამპის პირადი ჩართულობით და მის მიერ შემოშორებული ახალი კორიდორის გეგმა ნიშნავს იმას, რომ რეგიონისადმი ამერიკის ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ამერიკის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ პროცესებში აღარ მონაწილეობს საქართველო. და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად საქართველო იყო წლების მანძილზე, არცწლეულების მანძილზე, ჩვენ დამოკიდებულების აღდგენის დღიდანვე ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი, ხო, დასავლეთის, ყველაზე უფრო აქტიური პარტნიორი, ყველაზე უფრო ახლო მეგობარი ამერიკისა და ევროკავშირის და ჩვენ მქონდა სტრატეგიული პარტნიორობა მრავალი წლით ადრე, ვიდრე ამის განხილვა დაიწყებდა სომხეთთან, დიახ. მაგრამ ეს დინამიკა თავიდან ბოლომდე შეიცვალა. რეალურად ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ საქართველოს არის მოწყვეტილი აი ამ პროცესებს, მოწყვეტილი ამ დინამიკას და რჩება სრულიად მივიწყებული. ეს არის იზოლაცია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან სწრაფი, ძალიან სამწუხარო იზოლაცია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ჩვენ რეალურად ამ პროცესში ვკარგავთ ჩვენს პარტნიორებს, ვკარგავთ ჩვენს მხარდამჭერებს და ფონი არის ისეთივე მძიმე, როგორც იყო კიდევ უფრო დამძიმებული, ვინაიდან არაფერი არ შეცვლა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. საქართველოს ორი ძირძველი ნაწილი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამაჩაბლო ისევ რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, რეალურად აი ამ უგუნურმა, აი ამ სრულიად არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, მიყვანა იქამდე, რომ ჩვენ დავუკარგეთ ჩვენი პარტნიორები და ვერანაირი მიმართულებით წინ ვერ წავიწეთ. ანუ ყველაფერი რისი დაკარგვაც შეიძლება და ჩვენ ფაქტიურად უკვე ხელიდან გაშვებული გვაქვს და რეალურად არანაირი წინსვლა ჩვენთან მიმართებით არ არის, ხო? ბატონო გიგი, კი ბატონო, ამ მიმართულებით აი ასეთი კითხვა მინდა დაგისვა, თვითონ ეს ვიზიტი რაც შედგა ჩვენი გამოკლებით.
მაინც ამ ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი სომხეთში რეგიონის გაძლიერება ამერიკის როლის გაძლიერება იქ ამერიკა იქნება წარმოდგენილი დიდი დოზით თანამშრომლობა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სამხედრო ენერგეტიკის სფეროში ანუ ჩვენი მეზობლის გაძლიერება ზოგადად საერთო კონტექსტში საქართველოსთვის არის თუ არა დადებითი ამ მიმართულებით რის თქმა შეგიძლიათ თუნდაც თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით რასაკვირველია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე იმისა რომ რეალურად ყოფილიყო რეგიონში მშვიდობა ყოფილიყო სტაბილურობა ყოფილიყო შესაძლებლობა ქონოდა რეგიონის ქვეყნებში სტაბილური განვითარების პროცესი დაწყებულიყო რასაც ახლა ჩვენ ავადერებთ თვალყურს საფრთხო გვერდიდან მაგრამ რასაკვირველია ის პროცესები რომელიც ვითარდება სომხეთში და ვითარდება აზერბაიჯანში მათ შორის და ასევე მათი დამოკიდებულება დასავლეთთან რასაკვირველია საერთო ჯამში ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს ვისაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მინდაიდან სტაბილურობა რეგიონში უფრო მეტი აქტიურობა ამერიკის ჩართულობა და დასავლეთის უფრო მეტად გამოჩენა რეგიონში იქნება რასაკვირველია საერთო ჯამში ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დადებითი იმპულსის შემძენი მაგრამ კიდევ ერთხელ სამწუხარო რომ ამ პროცესებს ხდება საქართველოს აქ გაშერდა კონკრეტულად ის თანხა რომელიც სავარაუდოდ იქნება უხოს მომავალში გამოყოფილი ორივე ქვეყნისათვის და რამდენიმე მილიარდ ამერიკულ დოლარზეა საუბარი ხო სხვადასხვა სახის პროექტებზე მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ეკონომიკურ პროექტებზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ რეალურად ეს არა მარტო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, არამედ დატვირთული იყო სტატუსთან ხელშეკრულებების ხელმოწერით, დატვირთული იყო ეკონომიკური ინიციატივები, დატვირთული იყო სავაჭრო ინიციატივები, რამაც თავისუფლად კიდევ უნდა წაახალისოს ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათი გაამყაროს ეს პროცესი, რომელიც დაიწყო ამერიკის ხელშეწყობით და საერთო ჯამში აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაკვირველია, ყოველთვის სტაბილურობა ჩვენ სამეზობლოში ყოველთვის ძალიან კარგად აისახება ხოლმე და დადების შედეგი იქნება ჩვენზეც თავისთავად. უბრალოდ შევრჩებით პროცესების მიღმა, არა ვართ პირდაპირ ჩართული აი მიმდინარე პროცესებში. კი ბატონო, აი სომხეთთან მიმართებაში უშუალოდ ორ მნიშვნელოვან დეტალზე, სავარაუდოდ მნიშვნელოვანზე მინდა მოვასმენინო მაყურებელს თქვენი შეფასება. მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა ხაზგასმით, როცა ამერიკული ტექნოლოგიების სომხეთში შესვლასთან დაკავშირებით საუბრობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იშვიათად გრძნობს თავს საკმარისად თავდაჯერებულად, რომ ასეთი ტექნოლოგიები სხვა ქვეყნებში ექსპორტირება მოახდინოს, ეს ერთი და მეორე რითაც მსგავსი განცხადებებით არ პოზიციონირებს ხოლმე შტატები, ეს იყო ის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა JD Vance-მა ფაშინიანს პოლიტიკური მხარდაჭერა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს რა სიგნალია? გასაგებია, რომ ამ დაწყებული ურთიერთობების, შეთანხმებების შემდგომი განვითარების მშვიდობიანი პერსპექტივა აუცილებელი, მაგრამ მაინც ასეთი საჯარო განცხადებები ეს რა ტიპის გზავნილი იყო მსოფლიოსთვის? რატომ სომხეთი, რატომ გრძნობს სომხეთში ესე მშვიდად თავს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და რეგიონში სომხეთის არჩევა დასაყრდნად ესეც არ იყო ხო შემთხვევითი გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სწორად არის აქცენტები დასმული, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ის პროცესები, რომელიც ვითარდება ახლა ჩვენ უახლოეს სამეზობლოში, სრულად მიუღებელია რუსეთისთვის. რუსეთი ახლა არის წინააღმდეგი იმისა, რომ რეალურად აქ მოხდეს დაზავება, რეალურად მოხდეს აქ მშვიდობის მიღწევა, რეალურად მოხდეს აქ რეგიონის დასტაბილურება და სწორედ ამაზე არის აქცენტი გაკეთებული ჩემი ამ განცხადებაში, ვინაიდან ფაშინიანი არის ის კანდიდატი, რომელიც მისაღებია დასავლეთისთვის, მისაღებია ამერიკული, ასევე ევროპული მხარისათვის, ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად იყურება მომავალში, რომელიც ხედავს მომავალს, არა მარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ რეგიონის მომავალს და შესაბამისად სწორედ ამაზე მოხდა აქცენტის გაკეთება ჩემი აზრით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის მიერ, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს დაწყებული პროცესები გააგრძელოს სწორი მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მიუხედავად ყველაფრის ახლა სომხეთშიც, ხო იქ არის ბევრი, ასე ვთქვათ, კანდიდატი, რომელიც ისურვებდა ისევ რუსეთთან ჩვეული ურთიერთობებში დაბრუნებას, ისურვებდა სხვა რეალობას, მაგრამ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა მიიღო სომხეთმა, ვინაიდან დაწყებული პროცესები იყო სწორი, იყო ამერიკისა და დასავლეთის გადმოსახედიდან საღად გააზრებული, რაციონალური, თანმიმდევრული, შესაძლოა მათ ჭირდებათ ასევე გაგრძელება და ისინი თვალსაჩინო უწყობენ მხარდაჭერას ადამიანს, რომელმაც ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კი ბატონო,
დიახ, ბატონ გიგი, რუსეთის ფაქტორზე ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი როგორ მოახერხა პუტინისგან თავის დაღწევა ფაშინიანმა, ბრჭყალებში ვიკითხავ, როგორ დაუშვა პუტინმა სომხეთის გაშვება. ჩვენი საზოგადოების ნაწილს ხომ სწორედ ამით აშინებენ და ამაში აჯერებენ, რომ მნიშვნელოვანია პუტინი არ გავაბრაზოთ ევროკავშირისკენ ან ნატოსკენ სწრაფვით, ევროპასთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების სურვილის დაფიქსირებითაც კი. და ჩვენ ვხედავთ სომხეთი როგორ ძლიერდება და როგორ ნელ-ნელა თავისუფლდება ხომ პუტინის გავლენებისგან. დიახ, აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს იმ პრიზმაში, თუ რა ბერკეტები ქონდა რუსეთს იმისათვის, რომ ეკონტროლებინა სომხეთი და აზერბაიჯანი. ხო, ეს იყო მუდმივი ომის მდგომარეობაში ამ ქვეყნების გაჩერება 10 წლების მანძილზე, გადაუჭრელი კონფლიქტი, გადაუწყვეტელი ასე ვთქვათ, მდგომარეობა, მუდმივად ტემპერატურა დუღილის ტემპერატურა და მუდმივად ესეთ დაყავი და იბატონეს პრინციპი. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არანაირი წინსვლა არ მოხდარიყო იმ არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, რაც ხდებოდა, ხო? რეალურად აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ძალიან უკმაყოფილოა რეგიონში მიმდინარე პროცესებში. რუსეთი უკმაყოფილოა იმით, რომ უპირველეს ყოვლისა დასრულდა ეს ტერიტორიული დავა, ხო, სრულდება. უახლოეს მომავალში აღარ იარსებებს არც ეს საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი დამთავრდება ორ ქვეყანას შორის, აღარ იარსებებს ის ბერკეტები, რომელსაც რუსეთი იყენებდა ორივე ქვეყნის სამართალს, ორივე ქვეყანაში ემოციური ფონის გასაზრდელად და მისი ინტერესების გასატარებლად, ხო? რეალურად რუსეთმა ვერ შეაჩერა ის პროცესები, რომელიც რეგიონში განვითარდა. მან ყოველს ყოვლისა ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა სომხეთს არაბახის მეორე ომის დროს. მან ვერანაირად ვერ მოახდინა პროცესებზე გავლენა, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს რეგიონში და შესაბამისად ეს ძალიან კარგად დაინახა სომხურმა საზოგადოებამ. ხო, სომხეთში ადამიანებმა დაინახეს რეალურად, რომ რუსეთი არ არის მათი მეგობარი. რუსეთი არ არის რეალურად არანაირი პარტნიორი, რუსეთს არ აინტერესებს არავისთან პარტნიორობა რეგიონში. რუსეთი არ უყურებს არც ერთ ქვეყანას ამ რეგიონში, როგორც მის რეალურ პარტნიორს. სომხეთში მოსახლეობამ დაინახა და გაიაზრა და გაათვითცნობიერა ძალიან კაფიოდ, რომ რეალურად მათი უახლოესი მეგობარი შეიძლება იყოს ახლა დასავლეთი და დასავლეთთან ერთად იქნება შესაძლებელი საბოლოოდ აი ამ უძიმეს მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა და სიტუაციის გამოსწორება ერთხელ და სამუდამოდ. და შესაბამისად მათ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. და აქ მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება ბატონ გიგი, აი რა არის მოსალოდნელი შეეცდება ან როგორ შეეცდება პუტინი ხელი შეუშალოს ამ პროცესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებას, სომხეთის გაძლიერებას, რას უნდა ელოდოს ახლა მაგალითად ფაშინიანი და მთელი ქვეყანა. და ამის რესურსიც თუ აქვს, მოდით ესეც ვიკითხოთ. აი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე ნაწილი თქვენი კითხვისა, ვინაიდან რუსეთს ამ ეტაპზე არ მგონია კონდეს ამის რეალური რესურსი, თან იმის გათვალისწინებთ, რომ ეს ყველასთვის ცხადია, რომ ეს მცდელობები რუსეთს ექნება. რეალურად რუსეთი შეეცდება გასაკვირველი აი მიღწეული შეთანხმებების მაქსიმალურ დაზიანებას, შეეცდება იგივე პოლიტიკის გატარებას რეალურად, რასაც ის აკეთებს სხვაგან სოფლიოში, ანუ შეეცდება ოპოზიციის გაძლიერებას, მისთვის ასურველი ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას, შეეცდება დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას, საქართველოს ანალოგიური დეზინფორმაციის და პროპაგანდის, ხო, რაღაც ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სომხური საზოგადოება გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, მედეგი აღმოჩნდა, ანუ მე გაცილებით უფრო მომზადებული აღმოჩნდა ამისათვის, მათთან ეს ვერ მოხდა სომხეთში, ასე უნდა გასაკვირი იყოს. მათ არ მიიღეს ეს გზავნილები, მაგრამ ისინი არ აყვნენ აი ამ დეზინფორმაციას, ოსურ დეზინფორმაციას, რომ რუსეთის გარეშე აქ არაფერი არ გადაწყდება, რასაც დღევანდელ დღესაც ასე ვთქვათ, რეშიც ძალიან სჯერათ საქართველოში გარკვეულ ადამიანებს და მათ კიდევ ერთხელ გააკეთეს ნაბიჯი მომავლის მიმართულებით. მათ გააკეთეს ნაბიჯი, მათ არჩევანი გააკეთეს მომავლისკენ. მე მინდა გითხრათ, რომ სომხეთი ყოველთვის განსაკუთრებით მონდომებული იყო დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების მისაღწევად თავის დროზე, მათ ამ პროცესში რუსეთმა შეუშალა ხელი 2014 წელს თუ გახსოვთ თქვენ ეს პროცესები და მაშინ ისინი ფაქტობრივად არანაკლებად მზად იყვნენ სამყარო როგორც საბიატო წევრი, მაგრამ მათ ეს ფიზიკურად ვერ მოახერხეს, მაგრამ ეხლა ეს შესაძლებელი გახსნილია, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დროის გამოყენებას და უნდათ რომ რეალურად ერთხელ და სამუდამოდ ეს ზეგავლენა რუსეთის ამ რეგიონში მათზე დასრულდეს, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ამის ესე ბოლომდე გაჩერება ალბათ შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით სომხეთთან მიმართებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან საღად, ძალიან ადეკვატურად აღიქვავენ
რეალობას და იმ გასწრულ შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც ეხლა აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად მისალოცი ამბავი ხარ, რაც მოხდა. კი ბატონო. დიახ, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი გარკვეულწილად რომ შევაჯამოთ ისევ საქართველოს საკითხი. ჩვენ ხედავთ რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი ახლა არის შესუსტებული, არ ვიცი თუ სწორ შეფასებას ვაკეთებ და ამაზეც მინდა გთხოვოთ კომენტარი და როგორ შეიძლება საქართველოს საკუთარი თავი ისევ წარმოაჩინოს დღის წესრიგში როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, პარტნიორი და არ მოხდეს ისე რომ რეგიონში მართლაც ის ისტორიული მისია რაც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ არ დარჩეს მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის ამარა და ისევ იყოს საქართველოს რეგიონში პოლიტიკურად აქტიური მოთამაშე. არის დღეს ამის შესაძლებლობა? დიახ, ამის შესაძლებლობა არის. მე მინდა ასევე ჩვენს სმენელს და მაყურებელს უთხრა რომ საქართველოს გარეშე ორივე ქვეყანას მაინც ბოლომდე გაუჭირდება ეს ყველა მათაც ძალიან კარგად ესმით საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანა რომელსაც პირდაპირი კავშირი პირდაპირი საზღვარი აქვს ევროპასთან და ეს არის საკვანძო ქვეყანა ამ რეგიონისთვის ყველა ნებისმიერი სატრანზიტო გზა გადის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გშველის ამ შემთხვევაში ასე გამოდის გშველის ეს არის მოცემულობა ეს არის გეოგრაფიული მოცემულობა გეოგრაფიული მოცემულობის გარდა საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო პრედისტორია საქართველოს ჩვენ არ უნდა გვაუწყოს საქართველოს კანდიდატი ქვეყანა ხო ევროპის კანდიდატი ქვეყანა ეს არის ისეთი მონოპოლარი რომელიც მიიღო უკრაინის ხოლმე ქართულმა ხალხმა საქართველოს მოსახლეობამ და არა მისმა ხელისუფლებამ შესაბამისად ეს არის ესეთი მონოპოლარი რომელიც სულაც სხვა განზომილებში აყენებს ქვეყანას მაგრამ ამისთვის აუცილებელია რასაკვირველია ჩვეულებრივ ცივილურ რეჟიმში დაბრუნება ევროპასთან და დასავლთან ურთიერთობებისა ხო შეუძლებელია ერთის მხრივ ლანძღავდა ევროპას გადამტერებული ყავდეს ყველა შენი პარტნიორი იყო ებრძოდე ევროკავშირის წევრი ქვეყნებზე ელჩებს და შეურწყოს აყენებდე მათ სრულიად დაუმსახურებლად და ასეთი წარმოუდგენელი რეჟიმი იყოს ხო და ამის ფონზე რასაკვირველი არაფერი არ შეიცვლება. ამას სჭირდება ძალიან თანამედროვე პოლიტიკის განხორციელება, ამას სჭირდება უპირველეს ყოვლისა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ცხადია, ხო? ეს არის გამჭვირვალე, დამოუკიდებელი, სრულიად ასეთი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პირველი და ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება. იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ბოლო 2 წლის ნახევრის მანძილზე იქნა დაკავებულნი მათი პოლიტიკური აქტივობის გამო შესაბამისად ეს არის რასაკვირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. და ამ ფაქტორის გააქტიურება როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად ამის რეალობაში მოყვანა მაგალითად პოლიტპატიმრების სინდისის პატიმრების გათავისუფლება. აი უახლოეს დროში ამის შესაძლებლობა ჩაანს რაიმე რესურსი არსებობს. ისიც რა მოდით იმას ნუ დავკარგავთ, მოდით ჯეროდეს ქართული ხალხის, ჯეროდეს ჩვენი ნების, ჯეროდეს იმისა რომ საბოლჯანში სახიაზრი გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. შეუძლებელია რომ ადამიანებს ატყუებდა იმით რომ ორგანიზაცია რომელსაც ნობელის პრემია აქვს მიღებული, ნობელის ჯილდო აქვს მიღებული მშვიდობის დარგში რაღაცა ფორმის ცდილობს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ან შეუძლებელია არწმუნებდეს შენს მოსახლეობას იმაში რომ თურმე საქართველოს რაღაცას აძალებს ვიღაცა გარედან იმისათვის რომ ჩვენ არსებული ფორმატები შეგვინარჩუნდეს, ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუ, ეს არის რუსული ყაიდის დეзинფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოსშიც უკვე ყველას ძალიან კარგად ესმის, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქართული ხალხი საბოლოო ჯამში გამარჯვებული, ქართული ხალხი სწორ შეფასებას გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა გუშინ წინ, როდესაც ევროკავშირმა გაუუქმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოში დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის ფლობელებს. ანუ ძალიან მკაფიოდ გითხრა ჩვენ ევროკავშირმა, სად ვიმყოფებით დღეს, ვის მხარეს დგას ევროკავშირი და ვის არ მისცემს ის ლეგიტიმურ ძალად ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელი გზავნილები არსებობს და გადაწყვეტილება ყველაფერი არის ქართული ხალხის ხელში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგი, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით, ჩვენ საუბრობდით ბატონ გიგი გიგიაძესთან, დიპლომატია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მადლობა რომ გვიყურეთ. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.